მოგესალმებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, სადაც ახლა ბათუმის საკრებულოს სხდომა იმართება, შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც კვადროციკლებით მუშაობენ ბათუმის ბულვარში, მათ აქვთ კითხვები, თუ როგორ გააგრძელებენ ისინი მუშაობას, მას შემდეგ რაც ბათუმის მერიამ განაცხადა, რომ კვადროციკლებით მუშაობას ბულვარში კრძალავს და ეს უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს, თუმცა რამდენადაც ვიცით, დღეს სხდომაზე გადის საკითხი, რომლის მიხედვითაც საკრებულო უნდა დაეთანხმოს დაშვებას და ამ დაშვების შემდეგ ისინი ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გასწვრივ შეძლებენ მუშაობას. ცოტა ხნის წინ მათთან გამოვიდა საკრებულოს სხდომიდან საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია და მისცა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დეტალებზე შეიძლება ისევ დაელაპარაკონ მერიას და შეთანხმდნენ. ჩვენი ლაივის მინაწერი არ არის კვადროციკლების მეპატრონეებთან დაკავშირებული საკითხი. მინაწერში წერია, რომ მერი არ მიდის საკრებულოს სხდომაზე და რატომ აქვს ასეთი მინაწერი ახლა ჩვენს ლაივს, ამაზე ვაჟა დარჩია გვეტყვის, საკრებულოს წევრი, რომელსაც ვთხოვე, რომ ცოტა ხნით დაგლოდებოდა და ესაუბრა ამ თემაზე ჩვენთან, როცა გამოვიდა კვადროციკლების მეპატრონეებთან სასაუბროდ. ვაჟა, ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ შენი მოთხოვნა, რომ უკვე 7 თვეა რაც საკრებულო მუშაობს და ბათუმის მერი არც ერთხელ არ მისულა სხდომაზე. ეს არ იყო საინტერესო, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ შენგან, მაგრამ საინტერესო იყო ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის პასუხი, რომ პირად შეხვედრას მოგიწყობთ მერთან, რადგან ასე ძალიან ითხოვთ მერთან შეხვედრას. თქვენ იმის გამო ითხოვთ მერი მივიდეს სხდომაზე, პირადი საქმე გაქვთ რამე თუ ეს ამას კანონი ითხოვს და საკრებულოს კითხვები აქვს და ეს პასუხები მოქალაქეებმაც უნდა მოისმინონ. სადია სასაცილოა მართლა ეს დამოკიდებულება. ხო, მე დეიძე ალპატიშე ბატონ გიორგის ჯვარი წერია. თავარი ამბავი არის ის, რომ მას ეს ავალდებულებს, ანგარიშვალდებულება საკრებულოსთან არის მისი მთავარი ფუნქცია ერთ-ერთი. ხო, თვითმმართველობის თავარი ამბავია, რომ ანგარიშვალდებული იყოს იმ ხალხთან, ვინცი წარმომადგენლებით საკრებულოში არიან და არ ყოფილა ჯერ მე მგონი ესეთ შემთხვევა ბათუმის თვითმმართველობის ისტორიაში, რომ 7 თვის თავზე უფლებამოსილებიდან მერი საკრებულოზე ნამყოფი არ იყოს. და ეხლა საჯაროობის კომპლექსი თუ აქვს, რამე შიშები თუ აქვს, ყველაზე არასაჯარო უწყებაში მუშაობდა წინა ხელისუფლების კონტრდაზვერვაში და დარჩენილი იყო იქ, იმიტომ რომ ეხლა მართლა მე რამე ვიხდი არა, მათგან განსხვავებით კაორი კოეფიციენტების ზრდების სხვადასხვა ადგილებში კი არ მაქვს მასთან შესათანხმებელი. მე მაქვს კითხვები, მათ შორის აგერ ადამიანები იმაში განან და კითხვები აქვს მერთან, ასევე გარემოვაჭრეებს აქვს აქციები, ბულვარში მიმდინარე პროცესი აინტერესებს საზოგადოებას და ამ დროს ჩვენ ხედავთ იმას, რომ 27 მაისს გადმოაგზავნეს 10 საკითხი არქიტექტურის სამსახურმა, რომელშიც თითქმის ყველაში საკითხი არის ის, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე მშენებლობას უნდა გაიზარდოს კაორი კოეფიციენტი, არ უნდა გაიზარდოს სიმაღლე, ინტერნეტმა ვერ დაიტია, ანუ მასალა იმდენად ზღვა იყო, რომ ვერ აიტვირთა ელფოსტაზე და ეხლა ჩემი კოლეგები ამ საკითხებს ხელს უწევენ, წარმოუდგენელი ამბავია, რომ ეს საკითხული ქონდეთ, გააზრებული ქონდეთ, იცოდნენ რას უწევენ ხელს. ანუ თქვენ მოხვედით სხდომაზე, სადაც საკითხების უმეტესობას არ იცნობთ უბრალოდ. მე, რა თქმა უნდა, მაგიტო გამოვედი ეხლა სხდომიდან, რომ მე ვერ შევძლებ ვერც პოლემიკაში შესვლას ამ კაორ კოეფიციენტთან დაკავშირებით და უბრალოდ ელფოსტაზე მასალაც კი არ ქონდა და ამის არგუმენტად დასახელდა ის, რომ ვერ დაიტია ინტერნეტმა ელფოსტა მის გვამასალა, რაც 10 საკითხის გედეგეებს და ამ პროცედურებს ჭირდება, ხო? ამიტომ მე ვერ მივიღებდი ამ ყველაფერში მონაწილეობას და ჩემი კოლეგები ეხლა ამ ყველაფერზე არათ მონაწილეობას, არამედ ხელისაწევას აპირებდა. ანუ ხომ არ იყო ისე, რომ ოცნების უმრავლესობას წვდომა ქონდა ამაზე და მხოლოდ შენ არ ქონდა? არ ვიცი, ხა მე ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. მე არ მჯერა იმის, რომ ამ სხვა მასალას ჩემი კოლეგები რაღაცნაირად გაიცნობოდნენ, იმიტომ რომ პრაქტიკა ამდენწლიანი აქ მუშაობის ამის საშუალებას მადლობს, რომ რიგ შემთხვევაში ისე ხდება მათი მხრიდან საკითხზე ხრის დაჭერა, რომ საკითხს არ იცნობ. ერთსაც კითხავ დიდხანს არ დაგაყოვნებთ, ვიცი რომ სხდომა მიმდინარეობს და უნდა დაესწროთ ამ სხდომას. როდესაც ჩვენ ვისმენთ გარკვეულ პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ
მე არ მიდის ხდომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხებზე წვდომა არის შეზღუდული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავმჯდომარის პოზიციას ჩვენს ხდომაზე ვერ ვისმენთ. აი დღესაც კი პასუხად დიდი მადლობა ბატონო ვაჟა და გადავიდა სხვა საკითხზე. ეს რამდენად სწორი არის? აი მაგალითად დღეს ამტკიცებთ საკითხს გრიბოედოვის ქუჩაზე განაშენიანების დეტალურ გეგმას, მაშინ როცა კონცეფცია არ გვინახავს ჩვენ ადამიანებს, რომლებიც საჯარო გაცნობისთვის მერიის გვერდს ვამონიტორინგებთ, სულ იქ არ არის გამოქვეყნებული არც GDG დოკუმენტი და არც კონცეფცია. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარემ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს, არ უნდა გავიგოთ მოქალაქეებმა, რომ ის უზრუნველყოფს ამას, არ უზრუნველყოფს, აწუხებს ეს, არ აწუხებს. არ ვიცი, ახლა საკრებულოს თავმჯდომარის ადგილას მე ვერ გიპასუხებ, თუმცა ვხედავ, რომ კაცრად იცავს რეგლამენტს, რომელიც შემთხვევაში იმდენად უადგილოა, რომ წარმოუდგენელია, ხო, რაღაცა ამის პირად შეურაცხყოფამდე დადიან კოლეგები და იმის საშუალებას არ გვაძლევენ, რომ რაღაცნაირად უპასუხოთ. ფაქტია, ახლა მე არ მქონია შესაძლებლობა იმისა, რომ ამ დოკუმენტებს სულად გავცნობოდი, იმიტომ რომ ვერ მოხდა ჩემთან გამოგზავნა მოსულობის გამო და ახლა რიგითი მოქალაქე, რომც არსებობდეს ეს მასალა, ცხადია, რომ იმას სპეციფიური ცოდნა ჭირდება და ცოტა რთულია იმას გაეცნოს. თუმცა მაქსიმალურად ვეცდები იმას, რომ რაღაცნაირად ეს დოკუმენტები გამოვითხოვო და რაღაცნაირად მაინც საჯარო გავხადოთ, იმიტომ რომ ასევე ცალ-ცალკე შეიძლებოდა ატვირთვა. ცხადია, შეიძლებოდა, თუმცა პრაქტიკა ესეთი აქვს, ესე მუშაობენ და ეს ვაპირებ, რომ რაღაცნაირად ეს ამბავი გამოვითხოვოს სულად ის. უბრალოდ დამოკიდებულებაა რა, უცნაური, იმიტომ რომ მე არ მჯერა, რომ ჩემ 22 კოლეგას ეს საკითხი ისე აქვს შესწავლილი, რომ დღეს ახლა დადგნენ და ხელები აუწიონ ამ საკითხს და საკრებულო აქამდეც ვიცოდით, რომ რაღაცნაირად ნოტარიუსი იყო და სხვა ფუნქცია არ ჰქონდა, თუმცა დღე ამ ამბავს ადასტურებენ და რის საშუალებაც გვექნება, რომ ჩვენ გავასაჯაროოთ იქ მიმდინარე პროცესები, მათ შორის ხალხის ამბავი მივიტანო ხო, რაც დღეს იგივე ელექტრომოპედებით ამდენი ხანი ადამიანები დგანან წვიმაში და მithქვეს, რომ ჩვენ სულ ველაპარაკებით, შენობაშიც არ შეუჩვეს ეს ხალხი და ეს სიზმარი ვნახე და ამ ხალხმა რა თქვა ის აქვს, ხო, და გარდა ამისა, ხო, ეხლა ყველაზე მთავარი ამბავი თვითმმართველობის არის ის, რომ უნდა იყოს საჯარო, იქ მიმდინარე პროცესი და მეუბნებიან, რომ პრაქტიკა ეგეთი გვაქვს, რომ წინა დღეს უნდა მოგმართოთ ხდომას, რომ დაეცრონ ყველაზე მარტივი პასუხი. პრაქტიკა რა შუაშია, კანონი ხო აძლევს მოქალაქეს უფლებას. მოსულას ხდომაზე და როგორი საჯაროობაზეა ლაპარაკი და ეხლა საკრებულოს ხდომის საჯაროობა კი არა, ჯერ მერმა ისწავლოს საჯაროობა და მერე გვიკითხონ აქეთ ლექციები მოქალაქეებს და ოპონენტებს, რომ თითქოს რაღაცა გამომართულებით გვიჭეს და უხედავთ რა დამოკიდებულებაც აქვს საჯაროობასთან დაკავშირებით. მადლობა, ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი საუბრობდა ჩვენს ლაივში. ახლა ზუსტად ამ წუთებში მიმდინარეობს ბათუმის საკრებულოს ხდომა. ხდომის წინა დღემდე იყო გამოქვეყნებული მხოლოდ ერთი საკითხი, მაშინ როცა კანონი თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს საკრებულოს, რომ გამოაქვეყნოს საკითხები საჯარო გაცნობისთვის 7 დღით ადრე, ერთი საკითხი გამოაქვეყნა ბათუმის საკრებულომ და ხდომის წინა დღეს 28-ში საკითხების რაოდენობა გაიზარდა 10-მდე ან მეტი, ზუსტად არ ვიცი, საკითხი დაემატა ხდომას. ჩვენი ლაივი მინდა იმ კადრით დავამთავრო, რასაც ახლა სავარაუდოდ ხედავთ ახლა კადრში, მოქალაქეები წვიმაში, რომლებიც მოვიდნენ ბათუმის საკრებულოს ხდომაზე დასასწრებად, მათ უთხრეს, რომ წინა დღით უნდა მიემართათ საკრებულოსთვის, რომ შენობაში შესულიყვნენ ხდომას დასწრებოდნენ. ისინი მათი საკითხის გასარკვევად მოვიდნენ აქ. საინტერესოა, რატომ არ შეუძლიათ მოქალაქეებს თუნდაც იმ რაოდენობას, რაც იქ შეძლებდა ადგილი ეპოვა, შეიძლება ასე ვთქვათ, დამდგარი ყოფეხზე ან დასაჯდომი ადგილი ეპოვა, ყოფილიყვნენ სხდომათა დარბაზში და არ ყოფილიყვნენ აქ წვიმაში. კანონი ამბობს, რომ სხდომა საჯაროა და მოქალაქეს შეუძლია დასწრება. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები, რომლებიც მათი საკითხის გასარკვევად მოვიდნენ სხდომაზე დღეს, არიან გარეთ წვიმაში. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. რა ხდება ბათუმის საკრებულოს ხდომაზე, ამის შესახებ თქვენ ინფორმაციას მიიღებთ ბათუმელები ჯიზე. მადლობა, რომ გვიყურეთ. იმ კითხვებს, რაც ჩვენ აქ გავაჟღერეთ, დავსვამთ საკრებულოს წევრებთანაც და ინფორმაციას მოგაწვით.